საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ვაგრძელებთ მეტალების თემას და დღევანდელი გაკვეთილის საუბრის თემა სწორედ იქნება მეტალების ფიზიკური თვისებები. იმისათვის, რომ დეტალურად შევეხოთ ამ საკითხს, მოდით დავიწყოთ ცოტა შორიდან, ანუ ვიცით, რომ ნივთიერებები შეიძლება იმყოფებოდნენ გაზისებრ, თხევად, მყარ და პლაზმურ მდგომარეობაში. მეტალებს რაც შეეხება, ყველა მეტალი არის მყარი, გამონაკლისი არის მხოლოდ ვერცხლისწყალი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში თხევად მდგომარეობაშია. ხა, მოკლედ მიმოვიხილოთ აირადი, ანუ გაზისებრი, თხევადი და მყარი მდგომარეობა ნაწილაკების დონეზე. ანუ აირებში ნაწილაკებს შორის მანძილი არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე თვითონ ნაწილაკის ზომა. ანუ ნაწილაკის ზომა შეიძლება უგულებელყოთ მათ შორის მანძილთან შედარებით. ამიტომ ითვლება გაზებში იმდენად სუსტია ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება, რომ მათი უგულებელყოფა შესაძლებელია. ამიტომ გაზები ხასიათდებიან შემდეგით. კერძოდ მათ არ აქვთ არც განსაზღვრული მოცულობა და არც განსაზღვრული ფორმა. ისინი ძალიან ადვილად იცვლიან როგორც ფორმას, ისე მოცულობას. განსხვავებით გაზებისაგან, კი სითხეები იცვლიან მხოლოდ ფორმას, ხოლო მოცულობა უცვლელი რჩება. ბუნებრივია ისმის კითხვა, რა არის ამის მიზეზი. მიზეზი კი არც თუ ძნელი მისაგნებია, ვინაიდან სითხეებში გაზებისაგან განსხვავებით ნაწილაკებს შორის მანძილი არის გაცილებით უფრო მცირე და ეს იწვევს იმას, რომ სითხე შეკუმშვა უკვე ვეღარ ხერხდება განსხვავებით გაზებისაგან. მაშასადამე სითხეებს გააჩნიათ მუდმივი მოცულობა და შეუძლიათ ფორმის შეცვლა. ხოლო რაც შეეხება მყარ ნივთიერებებს, ისინი არ იცვლიან არც ფორმას და არც მოცულობას. ჩვენი გაკვეთილის თემას სწორედ მყარი ნივთიერებები და მყარი მდგომარეობა მიესადაგება. მყარი მდგომარეობა შეიძლება იყოს როგორც კრისტალური, ისე ამორფული. ამ ამორფულ მდგომარეობაზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ამორფულ მდგომარეობას არ ახასიათებს მკაცრად განსაზღვრული ლღობის ტემპერატურა და არ აქვს მოწესრიგებული სტრუქტურა. ამორფული ნივთიერებების მაგალითია, მაგალითად მინა, ასფალტი, რეზინი. რაც შეეხება კრისტალურ ნივთიერებებს, კრისტალური ნივთიერებების აღნაგობა გამოისახება ეგრეთ წოდებული კრისტალური მესრით. კრისტალური მესრის კვანძებში ჩალაგებულია, ანუ განლაგებული არის სხვადასხვა სახის ნაწილაკი და ამის და მიხედვით განასხვავებენ მოლეკულურ, ატომურ, იონურ, კრისტალურ მესრებს. სწორედ მეტალების ისეთი ფიზიკური თვისებები, როგორიც არის კარგი სითბო და ელექტროგამტარობა და პლასტიკურობა აიხსნება სწორედ მათი აღნაგობიდან, კერძოდ მიზეზი არის ის, რომ მეტალებში ადგილი აქვს მეტალური ბმის არსებობას. გავიხსენოთ, რომ მეტალები ეს არის ისეთი ატომები, რომელთაც გარეშრეზე, ანუ სავალენტო ელექტრონების რაოდენობა აქვს ძალიან მცირე. ეს არის 1, 2 ან 3 ელექტრონი. და მეტალის ატომები ამ ელექტრონებს ძალზედ ადვილად გასცემენ. გასცემენ რა ელექტრონებს, ისინი გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ ნაწილაკებში, ანუ კატიონებში. და სინამდვილეში, როდესაც მეტალურ ბმაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ არა მეტალის ატომები, არამედ მეტალის კატიონები, რომელთაც მოწყვეტილი აქვთ თავიანთი სავალენტო ელექტრონები. ეს სავალენტო ელექტრონები თითო ატომიდან მოწყვეტილი ქმნის ეგრეთ წოდებულ ელექტრონების ზღვას. ანუ ყველა მეტალის კატიონისთვის ყველა სავალენტო ელექტრონი ხდება საზიარო და ეს საშუალებას იძლევა, რომ მეტალის კატიონების შრეები ერთმანეთის მიმართ ადვილად წანაცვლდნენ ისე, რომ სტრუქტურა არ დაირღვეს. სწორედ ასეთი სპეციფიკიდან გამომდინარე, მეტალური ბმის ამ სპეციფიკიდან გამომდინარე,
მდინარე აიხსნება მეტალების აი ეს თვისებები, რომელზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ. ეხლა ისე ორი სიტყვით დაუბრუნდეთ კრისტალურ მესრებს, ჩვენ ვახსენეთ, რომ მოლეკულური კრისტალური მესერი არსებობს ატომური კრისტალური მესერი, იონური კრისტალური მესერი. მოლეკულურ კრისტალურ მესრის კვანძებში ჩალაგებული არის მოლეკულები და თქვენ ახლა სურათზე ხედავთ ნივთიერება წყლის მოლეკულურ მესერს, რომლის კვანძებში სწორედ წყლის მოლეკულებია განლაგებული. თეთრი ფერის ბურთები გამოსახავს ჟანგბადს, ხოლო წითელი ფერის ბურთები კი წყალბადის ატომებს. რაც შეეხება ახლა იონურ კრისტალურ მესერს, ამისი მაგალითია სუფრის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, რომელსაც თქვენ აგრეთვე ახლა ხედავთ კადრში. ნატრიუმის ქლორიდის კრისტალურ მესერში ჩალაგებულია როგორც ნატრიუმის კატიონის, ასევე ქლორის ანიონები და მწვანე ფერის არის ქლორის ანიონები, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ქლორი, სახელწოდება ქლორი წარმოსდგება ბერძნული სიტყვა ქლოროსგან. ქლოროს ნიშნავს მომწვანო მოყვითალოს და სწორედ ასეთი შეფერილობა აქვს ამ აირს. და ბოლოს დაგვრჩა ატომური კრისტალური მესერი. ატომურ კრისტალურ მესერში ბუნებრივი სახელწოდებიდან გამომდინარე ჩალაგებული არის ატომები. ამის მაგალითია და ახლა კადრში გამოჩნდა ნახშირბადის ალოტროპიული სახის სხვაობები, ალმასი და გრაფიტი. ეხლა ეს რო ვახსენეთ ალოტროპიული სახის სხვაობა, აქვე ჯობია რომ გამმარტოთ თუ რა არის, რას ნიშნავს ეს ტერმინი, თუმცა თქვენ მას უკვე შეხვედრი ხართ, მაგრამ მაინც გავიმეოროთ. როდესაც ალოტროპია ეს არის მოვლენა, რომელიც გულისხმობს შემდეგს. როდესაც ერთი და იგივე ელემენტი წარმოქმნის ორ ან მეტ მარტივ ნივთიერებას, აი ამ მოვლენას ალოტროპია ეწოდება. და მაგალითად ელემენტ ჟანგბადის ალოტროპები არის ჟანგბადი და ოზონი. რაც შეეხება ახლა ჩვენ ვსაუბრობდით ნახშირბადზე, ნახშირბადს აქვს როგორც ბუნებრივი ალოტროპები, ასევე ხელოვნური ალოტროპები. და ჩვენ ამ წუთას ვსაუბრობთ ბუნებრივ ალოტროპებზე, ეს არის ალმასი და გრაფიტი. ერთი არის უძვირფასესი ქვა, პირველი, ანუ ალმასი, ხოლო გრაფიტი ეს არის ჩვეულებრივი ფანქრის გული. ანუ მისი ღირებულება არის ძალიან დაბალი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორივე ნივთიერება შედგება ერთი და იგივე ელემენტისაგან, ნახშირბადისაგან. რა არის ასეთი მკვეთრი განსხვავების თვისებებში, ასეთი მკვეთრი განსხვავების მიზეზი? ისმის კითხვა. და ამ კითხვაზე პასუხი სწორედ უნდა ვეძებოთ ალმასისა და გრაფიტის აგებულებაში. ანუ და თქვენ ამას ახლა სურათზე ხედავთ. ალმასის აგებულება არის ტეტრაედრული. ანუ ალმასში ისე არის ნახშირბადები განლაგებული, რომ ქმნიან მთლიანად ტეტრაედრის ფორმას. მაშინ, როდესაც გრაფიტში გვაქვს შრეობრივი სტრუქტურა. თითო შრეში გვაქვს 6 წევრიანი 6 კუთხედები, ამ 6 კუთხედის წვეროებში ჩალაგებულია ნახშირბადის ატომები და მთლიანობაში არის შრეები, ეს კი შრეობრივი აგებულება აქვს გრაფიტს და აი სწორედ შრეობრივი აღნაგობა განაპირობებს იმას, რომ ფანქარს, როდესაც გაუსვამთ ქაღალდს, ის ტოვებს კვალს. მაშასადამე ეს იყო, ესე იგი ატომური, ორივეს აქვს, თუმცა ორივეს აქვს ატომური კრისტალური მესერი. ეს რაც შეეხებოდა მესრებს და მოკლედ მეტალურ ბმებს, რაც შეეხება ესე იგი მეტალურ კრისტალურ მესერში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩალაგებულია მეტალის კატიონები, მათ შორის კი არის თავისუფლად მოძრავი ელექტრონები, რომლებიც იძლევა საშუალებას ამ მეტალის კატიონების ფენების ერთმანეთად შეიძლება ასე ვთქვათ, გასრიალების და ეს იწვევს სწორედ იმ თვისებებს, განაპირობებს იმ თვისებებს, რასაც ქვია ელექტროგამტარობა, თბოგამტარობა და პლასტიკურობა. ეს ყოველივე იყო ფიზიკური თვისებები მეტალების. სასურველია, რომ კიდევ ყურადღება შევაჩეროთ რამოდენიმე ფიზიკურ თვისებაზე, რისთვისაც მე გაგიმზადეთ დაფაზე ეგრეთ წოდებული ცნების რუქა და ეს რუქა ეხება შემდეგს. ანუ მეტალების კლასიფიკაცია უკვე სიმკვრივის, სიმტკიცის და ლღობის ტემპერატურის მიხედვით. ანუ სამივე ეს ტერმინი ეს არის მეტალების დამახასიათებელი ფიზიკური თვისება. კერძოდ, ესე იგი მეტალებს ახასიათებენ სიმკვრივის მიხედვით. როგორც ამ ცნების რუქიდან ჩანს, სიმკვრივის მიხედვით მეტალები იყოფა მსუბუქ და მძიმე მეტალებად. განსხვავებას საფუძვლად უდევს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმკვრივე, კერძოდ
ის მეტალები, რომელთა სიმკვრივე ნაკლებია 5 გრამ სანტიმეტრ კუბზე, ეს მეტალები მოიაზრება მსუბუქ მეტალებად, თუ მათი სიმკვრივე მეტია ამ მნიშვნელობაზე, მაშინ ეს არის უკვე მძიმე მეტალები. ანუ მსუბუქ მეტალებში გვაქვს ლითიუმი, ყველაზე მსუბუქი 0.5 გრამი სანტიმეტრ კუბთან არის მისი სიმკვრივე, აგრეთვე მსუბუქებია ტუტე მეტალები, ტუტე მიწა მეტალები და ზოგიერთი D ელემენტი. რაც შეეხება მძიმე მეტალებს, ესენია თუთია, რკინა, სპილენძი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ოქრო, ოსმიუმი. ოსმიუმი არის ყველაზე მძიმე ელემენტი, ყველაზე მძიმე მეტალი და მისი სიმკვრივე არის 22.6 გრამი სანტიმეტრ კუბთან და თუ შევადარებთ ლითიუმის სიმკვრივეს, აღმოჩნდება, რომ ის არის 42-ჯერ მძიმე ლითიუმზე. ესე იგი, ერთი თვისება მეტალების, ანუ სიმკვრივის მიხედვით მეტალების დახასიათება დავასრულეთ, გადავიდეთ ახლა მეორე თვისებაზე, ეს არის სიმტკიცე. ნუ შეიძლება მეორენაირად სიმაგრეც უწოდეთ, ტერმინი მაინც ალბათ დასაზუსტებელია. ანუ სიმტკიცის მიხედვით განასხვავებენ მტკიცე, ანუ მაგარ და რბილ მეტალებს. ეს არის მტკიცე მაგარ მეტალებში შედის მე-6 ბეჯგუფის ელემენტები და განსაკუთრებით ყველაზე უფრო მტკიცე და მაგარი მეტალი არის ქრომი, რომელიც მინასაც კი ჭრის. ანუ რბილი მეტალები, ეს არის ტუტე მეტალები, კონკრეტულად კალიუმი, რუბიდიუმი, ცეზიუმი და ნატრიუმი, ამ 4-დან ყველაზე რბილი არის ცეზიუმი. და ბოლო თვისება ეს არის ლღობის ტემპერატურა. ლღობის ტემპერატურის მიხედვით განასხვავებენ ადვილ ლღობად და ძნელ ლღობად მეტალებს. აქაც არის განსხვავება მაშასადამე ტემპერატურებში. თუ ლღვება 1000 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ეს არის ადვილ ლღობადი მეტალი, თუ 1000 გრადუსზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე ძნელ ლღობადი. და აქ მოყვანილია რამოდენიმე მეტალის მაგალითი. ყველაზე უფრო მაღალი ლღობის ტემპერატურა აქვს ვოლფრამს. ეს არის 3420 გრადუსი ცელსიუსი. ყველაზე დაბალი ვერცხლისწყალს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთადერთი თხევადი მეტალი. მისი ლღობის ტემპერატურა არის -38.9 გრადუსი ცელსიუსის და აქვე მოყვანილი არის რამოდენიმე სულ 4 მეტალი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებულად ესე იგი ყველაზე ამ ვერცხლისწყლის მერე ყველაზე უფრო დაბალი ტემპერატურა. ფაქტობრივად ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება რომ გალყვნენ. ანუ ოდნავ მაგალითად ცეზიუმი 28 გრადუსი ცელსიუსია მისი ლღობის ტემპერატურა, ფრანციუმის 27, რუბიდიუმის 39, გალიუმი 30 გრადუსი ცელსიუსი. ანუ გალიუმი შესაძლებელია ხელის გულზეც კი გადნეს. ეს რაც შეეხებოდა მეტალების დახასიათებას, უпростоრედ მეტალების აი ამ ფიზიკური თვისებების მიხედვით დახასიათებას. მოდით ახლა შევაჯამოთ გაკვეთილი. ჩვენ ვისაუბრეთ მეტალებზე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა განაპირობებს მეტალების ისეთ ფიზიკურ თვისებებს, როგორიცაა ელექტრო და თბოგამტარობა და პლასტიკურობა. იმისათვის, რომ კარგად გავკვეულიყავით საკითხში, შევეხეთ აგრეთვე კრისტალურ მესრებსაც, ანუ მოლეკულურ, ატომურ, იონურ კრისტალურ მესრებს, მოვიყვანეთ სათანადო მაგალითები და შევაჯამეთ და ავხსენით თუ რატომ ხასიათდება მეტალები იმ ფიზიკური თვისებებით, რითაც ხასიათდება. ანუ მიზეზი ამ ყველაფრის არის მეტალური ბმა, ანუ დელოკალიზებული ბმა ელექტრონებისა, ყველა ელექტრონი რომ ეკუთვნის ყველა მეტალის ყველა კათიონს. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობთ ნახვამდის.